ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში აღნიშნა, რომ მშვიდობას ძალის მეშვეობით მიაღწევს. ტრამპის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ძალიან მალე შეხვდება. მისი აზრით, მოლაპარაკებებზე უარის თქმით, პუტინი რუსეთს ანადგურებს. სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია, თუ როგორ აპირებს მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას. ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავასრულებთ და რომლებშიც ალბათ არასდროს მივიღებთ მონაწილეობას. ამას ვქვია მშვიდობა ძალის მეშვეობით. ჩვენ არ მოგვიწევს ომებში ბრძოლა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე აღნიშნა, რომ პოლიტიკა მშვიდობა ძალის მეშვეობით იძლევა იმის საშუალებას, რომ ამერიკის ხელმძღვანელობა გაძლიერდეს და მიაღწიოს ხანგრძლივ, სამართლიან მშვიდობას. დონალდ ტრამპმა ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზეც და აღნიშნა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დიდხანს არ გაგრძელდება. დონალდ ტრამპმა აგრეთვე გამოსცა ბრძანება, რომელთაც გააუქმა სანქციები იმ ისრაელელ ჯგუფებზე, რომლებსაც პალესტინელებზე ძალადობაში ედევოდათ ბრალი.